რას ნიშნავს გაცხადება ქრისტიანისთვის, მრევლისთვის? ზოგადად ქრისტეს აქვს უზარმაზარი დატვირთვა ჩვენ ცხოვრებაში. ის არის განკაცებული ღმერთი, ის არის ჩვენი სიცოცხლე და როგორც თავად ბრძანებს გზაც და ჭეშმარიტებას და კარიბჭეს და ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენი სუნთქვა. ყველაფერი ის რაც ქრისტეს უკავშირდება უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათ შორის მისი ნათლისღების დღეც. ნათლისღება რა თქმა უნდა პირობითია როგორც შემძანე, იმიტომ რომ ხა უფალი თავად არის ნათლის წყარო და თავად მოფინა ნათელი ყველას და ყველაფერს აბსოლუტურად ხილულსაც და უხილავსაც და როგორც წმინდანები განმარტავენ მისი ნათლისღების შანსს, როდესაც იორდანეში შთავიდა წყლის სტიქია განწმინდა მან პირიქით, იქით. ამას დასტურია ისიც, როდესაც იონე ნათლისმელი თვითონ ეუბნება, როცა დაინახავს, რა თქმა უნდა, იცნობს სულით და ეტყვის, რომ მე მიხმს შენგან ნათლისღება და შენ ჩემთან მოდიხარ, რომ მე უნდა ვინათლებოდე შენგანო და შენ ჩემთან მოხვედი მოსანათლად, რაზეც უფალი პასუხობს, რომ აცადია წესრეთ ჩვენი სახსრულება ჩვენ და ყოველი სიმართლეო, რა კი მე მოვედი და რა კი მე გამკაცდი, ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს და შენს დაემორჩილე უფლისნებასო და რატომ ქვია განცხადება ამ დღესასწაულს ნახეთ და საერთოდ რის განცხადებაზე საუბარი ყოვლადწმინდა სამება განცხადდა ამ დროს ძე წყალში იდგა განკაცებული და ნათელს იღებდა პირობითად რა თქმა უნდა სულიწმინდა წედის სახით დაადგა თავზე წყლიდან ამოსულს და მამის ხმა მოისმა რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი მაგისი ისმინეთ რა ისწორედ აი ამ განცხადებაზე საუბარი განცხადდა ღმერთი არ არის მონო, ერთი, არამედ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა. აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ყოველი ქრისტიანისთვის, თუ კი რა თქმა უნდა ამას იაზრებს. სამწუხაროდ ჩვენ დღეს უკვე ამას ძალიან ისე ტრადიციულ დონეზე ვუყურებთ, ტრადიციის დონეზე და რაღაც ლამაზი რიტუალის დონეზე აღვიქონდა ერთმანეთთან დანათესავების რიტუალი გონია, მაგრამ სინამდვილეში ნათლისღება და მირონცხება, რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვული საიდუმლოებებია, მაცხოვნებელი მნიშვნელობის არის ადამიანისთვის და უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა დანათესავებას ხო არის? რა თქმა უნდა. მე მყავს 7 ნათლული. რა თქმა უნდა, მე ყველას ჩემს 7-ვე ნათლს გიორგის, დემეტრეს, მაქსიმეს, მარიამს, ანდრეას, გალას და დაჩის ულოცავ დღევანდელ დღეს და ჩემთავს უსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი ძალა გამოვნახო თქვენთან ურთიერთობაში დროის კუთხით. ასევე ჩემს ნათლიებსაც ულოცავ მაიას, ტუკას და მერაბს დღევანდელ დღეს. და ეხა ისეთ რაღაცას შეგეკითხებით, რაც ალბათ სამწუხაროდ ჩვენს ყოფაში ხშირად ხდება. ნათლობა ანგარებით. რამდენად ხშირია და რამდენად დიდი ცოდვაა. ძიმე ცოდვაა, ძალიან ძიმე ცოდვაა ჩემო კარგო და აი როგორც ვთქვი, ეს მეორე შოუბაა წარმოიდგინე. უდიდესი რამ ხდება ამ დროს. ეხლა მეორე დრო იშვი, მე კიდე მესამე დგინდა იშვა, ესე იგი, ანუ ვერ ხვდები შეიძლება ორჯერ დაიბადო დედის მოცლიდან? ხო არ არსებობს ეგეთი რამ. ამიტომ არის რომ ეხლა თუ მონათლული ხარ, იქ დამთავრებულია უკვე ეხლა იმის გამო, რომ ვიღაცა გავლენიანი ნათლია ყავდეს ცხოვრებაში გამოგადგეს, შენ შვილებს გამოადგეს და ამიტომ აკეთებ ეგეთ რაღაცას არასწორია. ეს არის ზოგადად ანგარება, არის ცოდვა, ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. ხო, აი პირველადაც რო იყოს, რამდენად დიდი ცოდვაა, როდესაც კი ბატონო, იგივეა აბსოლუტურად. ანუ ცოდვა თავისთავად როგორც ანგარება და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ შენს უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს საეკლესიო საიდუმლოს მიმართ. ანუ შენ ვერაცნობიერებ აქ რა ხდება ამ დროს. აი ზუსტად ეს თქვი თავიდან რა, რომ ეს რაღაც დანათესავების რიტუალამდე დაყავთ ეს ყველაფერი რა და ამ დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს ღმერთის წინაშე. ამ დროს ადამიანს როგორც საერთო ცხოვრებაში გვავიწყდება ხოლმე, ამ დროსაც ავიწყდება რომ მოკვდავია და ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევს. ურწმუნოებამდე მივდივართ, ჩემო ძვირფას, ურწმუნოებამდე. რწმენა არ აქვს ადამიანს ამ დროს. ან რაღაცა თავისებური კერძო სარწმუნოება აქვს თავისებურად რომ ჯერათ აი დღეს მაგალითად ესე გავრცელებული რო არის ღმერთზე უფრო კაცმოყვარეები და ღმერთზე უფრო ხუმანურები რო არიან რა და რა ვიცი მაგალითების მოყვანა შემიძლია